ხო, უნილაპის გარდა კიდე გესაუბრებით ჩვენს სადისწავლე გაუზიარეს გარდა კიდე გესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება. მანამდე ორი სიტყვით ვიტყვი უნილაპი რა არის და რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მგონი არ გვეცოდინება ყველას და მოკლედ უნილაპი არის ილიაონის კიბერლაბორატორია, ესე რომ ვთქვათ, სადაც ვახორციელებთ თანამედროვე პროფესიების სწავლებას. გვაქვს პროგრამირების ენები, დიზაინი, პროექტ მენეჯმენტი, მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და გვაქვს ამ ყველაფრის მიმართულებები. ვახორციელებთ როგორც სწავლებებს, ასევე პრაქტიკულ ხო, პროგრამებზე ვისაუბრებ ძალიან მოკლედ. გვაქვს უნიკურსი, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველასთვის საინტერესო იქნება, ვისაც უნდა რომ საბაზისო ცოდნა მიიღოს რომელიმე თანამედროვე პროფესიაში, იქნება პროგრამირება, დიზაინი თუ ასე შემდეგ. კურსი არის სრულიად ასინქრონული, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულიად ონლაინ, როცა თქვენ გინდათ, მაშინ უყურებთ კურსს, ასრულებთ დავალებებს და იღებთ სერტიფიკატს. ასევე გვაქვს პროფესიული აქსელერაციის პროგრამები, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობთ და რეალურ პროექტებს ვახორციელებთ, რითაც ჩვენი სტუდენტები იქმნიან პორტფოლიოებს და სადარიან უკვე რეალურ სამყაროში სამსახურის დასაწყებად, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება სადისწავლე გაუზიარეს, სადისწავლე გაუზიარეს არის ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც თვლით რომ არის ან უკონკურენტო, იმიტომ რომ მსგავსი პრაქტიკა ძალიან იშვიათად შეგვხვედრია საქართველოშიც და პრინციპში საერთაშორისო ბაზარზეც. სადისწავლე გაუზიარეს ფარგლებში ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც ძირითადად არიან უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს უნიკურსი, გაიარეს აქსელერაციის პროგრამა და უკვე აქვთ საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ სხვებსაც გაუზიარონ ეს ცოდნა. გადიან კიდევ ერთ გადასამზადებელ კურსს, რომელიც უკვე ეხება სილაბუსის მომზადებას, სწავლების პრაქტიკებს და ასე შემდეგ და ემზადებიან თავიანთი საავტორო კურსის შესაქმნელად. ამ სწავლების პერიოდში ქმნიან კიდევაც ამ კურსს და შემდეგ უკვე მზად არიან, რომ ეს კურსი სხვებს გააცნონ და მომზადებული კურსი მიდის სკოლის მოსწავლეებთან. აცხადებთ ხოლმე წელიწადში ორჯერ ამ კურსს, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, შემდეგ უკვე ამ მომზადებულ კურსებს ვაცხადებთ, ჩვენი სტუდენტების კურსებს ვაცხადებთ სკოლის მოსწავლეებისთვის. და ვფიქრობ, საინტერესო იქნება თქვენი მოსწავლეებისთვისაც. მრავალფეროვნება გვაქვს ამ კურსებში და ყოველ ჯერზე, ყოველ გამოცხადებაზე სხვადასხვა კურსები გვაქვს ხოლმე. შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე გადახედოთ წინა მიმართულებაზე, მაგალითად, იყო Arduino-ს კურსიც, იყო Python-ის კურსიც, იყო ფრონტენდიც, ციფრული მარკეტინგი, ბრენდინგი და ასე შემდეგ. ხო, გარდა ამისა ძალიან ბევრ სხვადასხვა ღონისძიებას ვატარებთ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის წლიდან წლამდე და რამოდენიმეზე მოგიყვებით, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განვახორციელეთ პრინციპში. ერთი ეს არამხოლოდ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არის, ამით ყველასთვის არის ჩვენი ეს პროგრამა, რომელიც არის კიბერმრჩეველი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენთან შეგიძლიათ ჩანიშნოთ უბრალოდ შეხვედრა, თუ გაქვთ რაიმე იდეა, რომ განახორციელოთ ან შექმნათ რაიმე ციფრული პროდუქტი ან პროექტი. შეგვხვდებიან ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც თქვენი პროდუქტიდან გამომდინარე რა სპეციფიკაცია არის თქვენი პროდუქტისთვის საჭირო, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის წევრები შეგვხვდებიან. დავით კონსულტაციას თქვენი იდეის ირგვლივ და თუ ჩვენთან ამ ყველაფრის განხორციელება ან შეიძლება ან ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დაგეხმაროთ ამ ყველაფრის განხორციელებაში, შეგვიძლია რომ ამ ყველაფერსეც ვისაუბროთ. ამისთვის უბრალოდ უნდა
მოგწეროთ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ან პერიოდულად ამიგეის ირგვლივ ვაცხადებთ ხოლმე, ვაკეთებთ ხოლმე კამპანიებს და ვდებთ ხოლმე სარეგისტრაციო ლინკს, სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, თუმცა ამას რომ არ ელოდოთ, შეგიძლიათ რომ პირდაპირ თუ რაიმე იდეა გაქვთ, მოგწეროთ, გიპასუხებთ და შევხვდებით. ხო, ახლა რაც შეეხება გახორციელებულ პროექტებს, ეს ეს პროექტი ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს და არ გავუკეთებია, უბრალოდ ერთ-ერთი ძალიან აქტიური და კარგი ხალბატონი მწვანე სკოლიდან მასწავლებელი მოვიდა ჩვენთან და გითხრა, რომ აი რაღაც აქტივობის გაკეთება უნდა მისი მოსწავლეებს უნდა რომ რაღაც ასწავლოს რაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, რაც თვითონ არ შეუძლია და ჩვენ გთხოვა დახმარება. და მრავალჯერადი გამოდგა შემდეგ უკვე ეს თანამშრომლობა მწვანე სკოლიდან რამოდენიმე კლასი მოიყვანა ამ ქალბატონმა, ჩაუტარეთ ტრენინგები გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. და შემდეგ უკვე ამ ბავშვებმა გააკეთეს ამ ტრენინგის შემდეგ გააკეთეს რესურსები ისტორიის მასალებზე, ააწყვეს რაღაც handbook-ებივით და ამ ყველაფრის პრეზენტაცია ჩვენთანვე უნივერსიტეტში გააკეთეს და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ საიდან არანაირი იდეა არ არსებობს. და უბრალოდ ამ ქალბატონის მონდომებით, ამ მასწავლებლის მონდომებით რაღაც და უბრალოდ იდეით, რომ რაღაც გაკეთება უნდა და მივედით ძალიან კარგ ღონისძიებამდე და ძალიან კარგ ტრენინგამდე. ხო, ასევე გვაქვს ხოლმე წელიწადში ერთხელ გვაქვს ხოლმე მონიკომკეიცის ვიზუალური პროგრამირების workshops ვაკეთებთ ხოლმე Explorium-თან თანამშრომლობით, სხვადასხვა თემა გვაქვს ხოლმე და სხვადასხვა მიმართულებით ვატარებთ ხოლმე, მაგალითად ამ კონკრეტული შემთხვევაში ჩაუტარეთ ადგილზევე დარეგისტრირდნენ სკოლის მოსწავლეები. ილიონის აქვს ხოლმე სამეცნიერო დღეები, სამეცნიერო პიკნიკი, სადაც სკოლის მოსწავლეები მოდიან და სხვადასხვა კარავში ეცნობიან სხვადასხვა სკოლებს, ჩვენსაც ილიონისას და ჩვენი აქტივობის ფარგლებში ჩაუტარდათ სკოლის მოსწავლეებს Scratch-ის ტრენინგი, იქვე workshop-ის ავსად შექმნეს რაღაც პროდუქტები და იქვე გადაეცათ სერტიფიკატი. Explorium-თან თანამშრომლობით ასევე სულ ახლახანს ჰქონდა კონფერენცია ასევე ვიზუალურ პროგრამირებაში. ეს კონფერენცია ჩატარდა ორჯერ თუ სამჯერ, არ მახსოვს. წელს კონკრეტული თემით ჰქონდა და იყო ვეფხისტყაოსანი. ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე ბავშვებს უნდა შეექმნათ რაიმე პროდუქტი Scratch-ის გამოყენებით. გაიარეს საკმაოდ დიდი კონკურსი, პირველი გადაარჩია ჟიურიმ პროექტების ხასიათების მიხედვით, მეორე გადარჩევაში უკვე ვიდეოები ჩაწერა, სადაც აწერეს თავიანთი პროდუქტი და შემდეგ კიდევ გადაირჩა კონკურსანტები და ამ ორი საფეხურიანი გადარჩევის შემდეგ უკვე ჩვენთან ჰქონდა საკმაოდ კარგი და წარმატებული კონფერენცია, სადაც ეს ბავშვები გამოვიდნენ დამწრე საზოგადოებას მოუყვეს თავიანთი პროდუქტების შესახებ და ძალიან კარგი პროექტები იყო Scratch-ში შესრულებული ამ კონფერენციის ფარგლებში. ეს კონფერენციაც აუცილებლად კიდევ ერთხელ გამოცხადდება, სავარაუდოდ სექტემბერში გამოცხადდება და გვექნება მიღება აუცილებლად. ესე გვქონდა ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი, რომელიც ჩატარდა ნებისმიერი საფეხურის მასწავლებლებისთვის. ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდა უკვე არსებული პროექტები, რაც მასწავლებლებს ჰქონდათ. შეირჩა რამოდენიმე მასწავლებელი, რამოდენიმე პროექტით, რომლებსაც დავეხმარეთ
თავიანთი პროექტების განხორციელებაში და საკმაოდ კარგი პროექტები განხორციელდა, მაგალითად, ერთი იყო ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია, სადაც შეიქმნა WebWord-ი, სადაც განთავსდა ქიმიური ცდები თავისი აღწერებით, თუ როგორ უნდა შეასრულოს მასწავლებელმა, რა რეკვიზიტები დასჭირდება, რამდენი მოსწავლე უნდა ჩართოს და ასე შემდეგ. და ეს WebWord-ი ეხლაც არსებობს. ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია, რომ სასწავლო რესურსად გამოიყენოს. ასევე გაკეთდა chatbot-ი ლაშქრობის შესახებ, რომელიც მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთდროულად გააკეთეს. ეს WebWord-იც არსებობს, შეგიძლიათ შეხვიდეთ და გაესაუბროთ ლაშქრობის შესახებ მოგცემთ რჩევებს. ასევე გაკეთდა AI-ის დახმარებით გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ვეფხვის წყალსანი დაამუშავებიეს AI-ს და სხვადასხვა სცენები გააცოცხლეს სურათებად, ესე რომ ვთქვათ, დასურათებულად და ეს WebWord-იც არსებობს თითოეული ეს გაცოცხლებული სცენა შეგიძლიათ იხილოთ ამ პრინციპში სულ ეს პროექტები იყო მოკლედ, რაც შევძელი რომ ამომეკრიბა და ვფიქრე რომ ყველაზე საინტერესო ამ აუდიტორიისთვის იქნებოდა, რაც შემიძლია რომ დავამატო არის ის, რომ ყოველთვის მზად ვარ სკოლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობისთვის, ნებისმიერი იდეას მივიღებთ განხილოთ და თუ რაიმე წვლილი შეტანა, რამეში დახმარება შეგვიძლია, ან სრულად განხორციელება თუ შეგვიძლია, აუცილებლად არც დროს, არც ენერგიას, არც რესურსებს არ დავიშურავთ ამისთვის, ამიტომ ჩვენი კარი ყოველთვის ღია არის სკოლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ლალუ, აი მართლა შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო, უამრავი პროექტი აქვს უნილებს დაორგანიზებული და მართლა აი ამდენი შანსი აქვს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის მიცემული. მადლობა, რომ ესე აძლიერებთ ზოგად განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი ესე მხარში ედგას ხოლმე სკოლას და გეტყვით რომ ჩემი მოსწავლეები ბევრჯერ ყოფილან უნილების სხვადასხვა აქტივობების მონაწილეები და აი ეს რესურსები რაც ლალუმ გვაჩვენა მეგობრებო თქვენ პედაგოგებს შეგიძლიათ სასწავლო რესურსებად გამოიყენოთ და თავადაც სადაც მოსწავლეებთან ერთად მსგავსი ტიპის რესურსების შექმნა. ასე რომ მადლობა თქვენ და უამრავი წარმატება. მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. მარი ჩახვაშვილი ყავს შემდეგი სისი თბილისის ნომერ საჯარო სკოლა ნომერი 2 საჯარო სკოლიდან ეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანის საჯარო სკოლა არის. მოგესალმებით. ლალუს მინდა გხავაღოთ რომ პრეზენტაცია გავჩიშოთ და თავიდან დავაგებთ.